მთავრობა უცხოური გრანტის მიღების პირობებს ამკაცრებს. ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. მთავრობა გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს ქმნის. ახალი სიპი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება. სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები შემცირდება. არაუმეტეს 30 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა 50 ლარით განისაზღვრება, ხოლო 40-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბებისთვის 300-ის ნაცვლად 100 ლარი იქნება. 71% კვლავ ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, 67% ენდობა ევროკავშირის წარმომადგენლობა, 1000-ზე მეტი რესპონდენტის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. ტაჯიკეთში პრემიერ კობახიძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დუშანბეს აეროპორტში კობახიძეს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი დახვდა. მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. მე უნცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად საქართველოს მოსახლეობის 71% კვლავ ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, 67% კი ენდობა ევროკავშირს. კვლევა 1000-ზე მეტი რესპონდენტის გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა და ის 2026 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა. გამოკითხულთა 79%-ს სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს. ამასთან იკლო იმ ადამიანთა რიცხვმა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს. ეს მაჩვენებელი 2025 წელს 63%-ს შეადგენდა, წელს კი 60%-მდე არის ჩამოსული. მოსახლეობის 59%-ს კი სჯერა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ სწორი მიმართულებით არ მიიწევს. 56% კი ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი კანონები უარყოფით დაისახება გაწევრიანების პროცესზე. ამავე დროს 87% თანხმდება, რომ საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს. აღსანიშნავია, რომ EU Neighborhood East პროგრამა საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის დანარჩენ 5 ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის კვლევას 2016 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ატარებს. სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები შემცირდება. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ჯარიმები მიმდინარე წლის 1 მაისიდან გაზარდა. ახლა კი ისევ ამცირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ცვლილებების თანახმად სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული, კერძოდ 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა 50 ლარით განისაზღვრება. რაც შეეხება 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის. ამისთვის ჯარიმა რჩება 100 ლარის ოდენობით, ხოლო 40-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბებაზე გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას. ამასთან კირცხალიას განცხადებით 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბებისთვის 300 ლარიანი სანქცია ძალაში დარჩება. მთავრობა გასტრონომიის სააგენტოს ქმნის. შესაბამისი დადგენილება ირაკლი კობახიძის ხელმოწერით 18 ივნისს გამოიცა. სიპი გასტრონომიის ეროვნული სააგენტო ერქმევა მას და ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება. გარდა ამისა, ამავე სამინისტროს ქვეშ იქნება კიდევ ერთი ახალი სიპი. ეს იქნება ინფორმაციული და ტექნოლოგიების დაცვის სერვისების სააგენტო და დადგენილებების მიხედვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს ახალი სააგენტოების უფროსების დანიშვნას და ახალი დებულებების დამტკიცებას. ორივე დადგენილება 20 ივლისიდან ამოქმედება. ჯერჯერობით ახალი სააგენტოს შესახებ მეტი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მთავრობამ უცხოური გრანტის შეთანხმების გამკაცრებული წესი დაამტკიცა. ახალი დადგენილება გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე უცხოელი დონორებისგან გრანტის მიღების საკითხის შეთანხმებას არეგულირებს და შესაბამისად მასში აისახა ის უახლესი ცვლილებები, რაც ოცნებამ გრანტების კანონში შეიტანა. თუკი კანონის წინა ვერსია ძირითადად უცხოური დონორების მიერ და ორგანიზაციების მიერ პროექტებისთვის გრანტების გაცემის წესებს განსაზღვრა არეგულირებდა.
ახალი რეგულაცია უკვე მოიცავს მათ შორის ფიზიკურ პირებს, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გავლენასთან დაკავშირებულ დაფინანსებას და გრანტების მნიშვნელოვნად გაფართოებულ განმარტებებს, გრანტის ახალი განმარტებით ფულადი და ქონებრივი დახმარების გარდა გრანტად ასევე შეიძლება ჩაითვალოს ტექნიკური კონსულტაციები, ასევე ექსპერტული მხარდაჭერა, აგრეთვე უცხოური წყაროებიდან მიღებული დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია საჯარო პოლიტიკაზე, სახელმწიფო ინსტიტუციების საზოგადოებრივ პროცესებზე გავლენის მოხდენას. აღსანიშნავია, რომ გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ერთ-ერთია ხელისუფლების ინიციატივებიდან, რომლის გაუქმებასაც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ახალ ანგარიში ითხოვს და ხაზს უსვამს, რომ ის ნეგატიურ გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე. ღვინის სექტორი კი ახალი რეგულაციების ამოქმედების მოლოდინშია. მომავალი წლიდან სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო ნიშანდება ამოქმედდება, რომელიც ფასიანი იქნება ბოთლზე სავარაუდოდ დაახლოებით 10 თეთრი ნიშანდება ბოთლზიან ეტიკეტზე. სააგენტოს მიერ სპეციალური QR კოდის დატანას გულისხმობს, რომელიც როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ნიშანდება წარმოებული ღვინის სრულ მიკვლევადობას უზრუნველყოფს და ასევე ხელშეუწყობს ფალსიფიცირების შემცირებას. ამასთან, როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა, ეს თანხები საბოლოოდ ისევ ქართული ღვინის მარკეტინგსა და პოპულარიზაციას მოხმარდება. ამასთან შეიცვალა მცირე ზომის მარჯნის დეფინიციაც და მისი წლიური წარმადობა მაქსიმალური ზღვარი 40,000 ლიტრიდან 25,000 ליტრამდე მცირდება. როგორ აისახება ახალი რეგულაციები მცირე მეღვინეებსა და მარნებზე? ამ თემაზე სტუმართან, ღვინუკას დამფუძნებელთან ზუკა მაისაშვილთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს. მოგესალმებით ზუკა, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში სტუმრობისთვის. როგორც ნახეთ, ბოლო პერიოდში ღვინის სექტორში საკმაოდ ბევრი ახალი ცვლილება და რეგულაცია მიიღო ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მთავრობამ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რადგან მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო და ბევრი განცხადება არის სასმელების ნიშანდება QR კოდი, რომელიც დიდი ალბათობით, როგორც გაცხადებული არის, იქნება ფასიანი სავარაუდოდ დაახლოებით 10 თეთრი ბოთლზე. მთავარი არგუმენტი არის, რომ მიკვლევადობა, ხარისხის ზრდა, თქვენ რამდენად იზიარებთ აი ამ შეფასებას და ემხრობით თუ არა ამ ფორმით მიკვლევადობის გაძლიერებას, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ფაქტია, რომ ეს მეტ ხარჯს გამოიწვევს მწარმოებლებისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, QR კოდის შემოღება, ასე ვთქვათ, ნამდვილად გაუმჯობესებს ერთის მხრივ თავიდან აგვაცილებს ფალსიფიცირებას ღვინოების, გაუმჯობესებს მიკვლევადობას, რადგან QR კოდის, ასე ვთქვათ, წაკითხვის შემდგომ ნათელი გახდება თუ კონკრეტულ ბოთლში როგორი ტიპის ღვინო ასხია, სად არის ის ყურძენი მოწეული, ასე ვთქვათ, რომელ მხარეში, რომელი კომპანიის მიერ, რა თქმა უნდა, ეს ეტიკეტზე მანქანაც იყო, თუმცა უფრო დეტალურად იქნება, ასე ვთქვათ, QR კოდის წაკითხვის ნაწილში. ამავდროულად დააკმაყოფილებს იმ ექსპორტზე იმ ქვეყნების მოთხოვნებს, რომელიც პირობითად დღესდღეობით ევროკავშირს აქვს, ხო? იცით რა არის, ანუ ევროკავშირში გასული ღვინოების მნიშვნელოვანი ნაწილს ისედაც უკვე აქვს QR კოდი დატანილი. შესაბამისად, ასე ვთქვათ, ეს უფრო გავრცელდება იმ ღვინოებზე, რომელიც ევროკავშირში ან ისეთ, ასე ვთქვათ, კაცრი რეგულაციების მოთხოვნის ქვეყნებში არ გადის, როგორც არის პირობითად რუსეთი, ჩინეთი. ამ ტიპის ღვინოებზე უფრო გავრცელდება. რაც შეეხება ფასს, იცით რა არის, კანონმდებლობის მიხედვით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს 2027 წლის 1 თებერვალამდე განესაზღვრა ვადა, რომ ეს, ასე ვთქვათ, კანონის შესაბამისობაში მოიყვანოს და ამოქმედოს და ჯერჯერობით არ არის ზუსტად დადგენილი, როდის ამოქმედება, ან საერთოდ ამოქმედება თუ არა, ასე ვთქვათ, ეს 10 თეთრიანი დაწესებული ტარიფით თითოეულ ბოთლზე. უშუალოდ ჩემი პოზიცია არის, რომ ნამდვილად მივესალმებით QR-ის დატანას, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატო ხდება ეს 10 თეთრიანი, ასე ვთქვათ, ტარიფის შემოღება და რატომ 10 თეთრი და არა 5 ან 20 და ამავდროულად თუ სახელმწიფო აქამდე აფინანსებდა ღვინის მარკეტინგს ისედაც გადავდივართ თუ არა ჩვენ, ასე ვთქვათ, თვით დაფინანსების რეჟიმზე და ეს დაფინანსება როგორ განაწილდება, ეგეც, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით არ არის დადგენილი და გაუგებარია, ხო? ვიღაც შეიძლება მილიონ ბოთლს აწარმოებდეს, ვიღაცა 5,000 და ტარიფის მიხედვით როგორ განაწილდება შემდგომ ეს
ეს აკუმულირებული თანხა ჯერჯერობით დაუდგენელია. ან როგორც მივხვდი ერთი თქვენი მხრობით თქო მიკვლევადობის გამკაცრებას, თუმცა კითხვები ჩნდება, რატომ არის საჭირო გადასახადის შემოღება. ხო იქნება ეს თქო 5 თეთრი, 10 თეთრი, 20 თუ მეტი. აი უშუალოდ მცირე მარნებზე, მცირე მეღვინეობაზე რა გავლენა შეიძლება ამან მოახდინოს, თქო არა თქო ისეთ მასობრივი წარმოებაზე, ღვინის ორიენტირებული და მსხვილი კომპანიები, არამედ მაგალითად თქვენი ტიპის მცირე მარნები ხომ არ გაგიზრდით ეს მნიშვნელოვნად თვითღირებულებას ან გაგირთულებთ წარმოებას ამ შემთხვევაში. იცით რა არის, უბრალოდ ბიუროკრატია შემოდის და ფინანსურად ეს არ არის რაღაცა აუტანელი ტვირთი და რა თქმა უნდა ბოძზე 10 თეთრიანი დანამატი მე ვიტყოდი რომ საბოლოო ფაზეც არ მოახდენს გავლენას თუმცა შემოდის დამატებით ბუღალტერია დამატებითი ურთიერთობა სახელმწიფოსთან ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან რომელიც ისედაც აქვს ნებისმიერი ტიპის და ზომის მარანს თუმცა ის არის რომ ანუ დამატებით ხარჯი იქნება გასაწევი და ადამიანური რესურსი იქნება ჩასადები ამის თქვათ საკონტროლებლად და ასაღრიცხად. ანუ შეიძლება ითქვას რომ მეტი განმარტება არის საჭირო რატომ შემოდის გადასახადი და რა პრინციპით გადანაწილდება ხო? თავი კითხვა რატომ ებმის QR კოდის დატანას და არა პირობითად არ ლოტვის ნომრის აღებას ან რაღაცა ანალიზის ორგანოლეპტიკური ანალიზის რატო არ ებმის და მაინდა-მაინც რატო ებმის QR კოდს ეს არის თავი კითხვა ჩემი და ჩემი მეღვინეობის. რაც შეეხება კიდევ ერთ რეგულაციას კომერციული ვენახების გაშენებაც მოიქცა პრინციპში უკვე მაისიდან რეგულირებაში აქაც თქვათ მთავარი ერთ-ერთი არგუმენტი იყო თქვათ ჭარბ წარმოებისგან დაზღვევა ხარისხი და ასე შემდეგ აქ რამდენად აქაც იყო ასეთ სხვადასხვაობა უნდა ჩაერიოს თუ არა ამ კუთხით სახელმწიფო და ღვინის ეროვნული სააგენტო ეს ზოგადად თქვენი პოზიცია როგორი არის უნდა იყოს თუ არა რეგულირება ამ ნაწილში ნახეთ იმ ნაწილში რეგულირებას მივესალმებით რომ ესე თქვათ როდესაც კომერციულად ხდება ვენახის გაშენება იქ უნდა მოხდეს ნიადაგის ანალიზის გაკეთება სწორი საძირის შერჩევა ამის საფუძველზე ჯიშის განსაზღვრა და ესე ვთქვათ კლიმატის და ყველაფრის გათვალისწინებით ამ მეთოდოლოგიით დაგეგმვა ვენახის გაშენების. ამ ნაწილს რა თქმა უნდა მივესალმებით, იმიტომ რომ ნებისმიერი ხარისხიანი ღვინო იწყება ვენახიდან და ყურძნიდან. თუ ყურძნის ხარისხი და ვენახი არ არის ესე ვთქვათ შესაბამის კონდიციაში ვერანაირი მანიპულაცია მეღვინე ვერ ჩაატარებს ისე რომ მიიღოს ასე ვთქვათ ძალიან მაღალი ხარისხის ღვინო. ამ ნაწილში მივესალმებით, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ წარმოებაზე მთელი ჩვენი მოსავლის დაახლოებით 60% არის თეთრი ყურძენი რქაწითელი. პრაქტიკულად ამ რქაწითელის ნახევარის მიმართვა ხდება სასპირტე მასალად. ანუ ღვინისთვის არ გამოიყენებენ. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის ვთქვათ ჭარბი ნაწილი ქართული ყურძნის თლიანი მოსავლის. აი ამის წინააღმდეგ ასე ვთქვათ ნაბიჯები პრაქტიკულად არ გვაქვს და პირიქით ვასუბსიდირებთ, ან შევისყიდით ამას და დამატებით мотиваციას უჩენთ მევენახეებს, რომ რაც შეიძლება მეტი აწარმოონ ამ ტიპის ეს ჯიში და ეს ყურძენი. შესაბამისად, ჭარბ წარმოებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს უფრო კრიტიკული პრობლემაა, ვიდრე ესე ვთქვათ კომერციულად როგორ მოხდება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, აქაც მე ვიტყოდი, რომ აუცილებელიც არის ესე ვთქვათ რაღაცა ტიპის ლიცენზიის აღება ვენახის გაშენების დროს, თუმცა ესე ვთქვათ ჭარბი ყურძნის წარმოებას ეს ხელს იმდენად ვერ შეუშლის, როგორც ვთქვათ, აი იმ ასე ვთქვათ ზედმეტი რქაწითელის ვენახების აღმოფხვა, რომელიც საქართველოშია გაშენებული. ან მისი ჩანაცვლება სხვა ჯიშებით. თქვენ სუბსიდირება ახსენეთ, აი წელსაც რთველის პირობები ნაწილობრივ მაინც ცნობილი არის, ვიცით რომ კახეთში აღარ გაიცემა პირდაპირ სუბსიდია კომპანიებზე, თუმცა ჭარბ ყურძენს ჩაიბარებს სახელმწიფო და რეკორდული რაოდენობის ყურძენი ჩაბარება მოუწია შაშგან როგორც თანხობრივად ასევე რაოდენობრივად რაჭაში ისევ რჩება როგორც ვიცით სუბსიდია. თქვენ ასევე ახსენეთ რომ მიდგომა ჭარბ წარმოებაზე არ არის მხოლოდ ვენახების რეგულირება, ხო გაშენება, არ გაშენების საკითხი. აი ეს ნაწილი რაც გვაქვს ფაქტობრივად კომპანიების პირდაპირ სუბსიდიიდან გამოვიდა კახეთში სახელმწიფო, მაგრამ მაინც ჭარბი ყურძენი იბარებს. ხო, ამ შემთხვევაში აქ გზა რა უნდა იყოს სუბსიდირების მიმართულებით და ის რაც წელს გაცხადებული არის თუ არა სწორი გზა იმისთვის, როგორც გვინდა რომ განვითარდეს თუნდაც ხარისხის და ჭარბ წარმოების თან საბრძოლველად ასე რომ ვთქვათ. იცი რა, ზოგადად სუბსიდირება როდესაც ჩამოვიდა 2008 წელს, როდესაც რუსული ემბარგო დაგვედო, მაშინ ეს სწორი მექანიზმი იყო, იმიტომ რომ ჩვენი ღვინის 90% გადიოდა რუსეთში. თუმცა შემდგომ პერიოდში, როდესაც რუსეთის ბაზარი ხელახლა გაიხსნა, შემდგომ გაფართოვდა ვენახების გაშენებული მოცულობები
მუშაობები, ამან უფრო მიიღო ბიუჯეტისთვის ტვირთის ნაწილი, ვიდრე მხოლოდ სოციალური ეფექტი და ეკონომიკური ეფექტი კახეთის, რაჭის ან სხვა ნებისმიერ მხარეში საქართველოს. აქედან გამომდინარე და რაც თავია შარშან წლამდე ხდებოდა, ასე ვთქვათ, კომპანიებისთვის ამ თანხების მიცემა და კონკრეტული დანამატის გაკეთება 20 თეთრი 30 თეთრი რაჭის შემთხვევაში იყო 3-4 ლარი თითოეულ კილოგრამ ყურძენზე ჯიშების მიხედვით შარშან იყო პირველი წელი როდესაც სახელმწიფო ასე ვთქვათ კერძო კომპანიებს აღარ ურიცხავდა ამ თანხებს და ასე ვთქვათ კერძო კომპანიებს თვითონ უწევდა საბაზრო ფასად შეეძენა ხოლო ჭარბი მოსავალის ჩაბარება უწევდა და მიღება და შეეძენა სახელმწიფო კომპანიას მოსავლის მართვის სახელმწიფო კომპანიას ამან გამოიწვია ის რომ შარშან ამოდროულად ჰქონდა ძალიან დიდი მოცულობის პრაქტიკულად რეკორდული მოსავალი ჰქონდა ბოლო 20-30 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ნახევრის შესყიდვა მოუწია სახელმწიფოს და ბიუჯეტისთვის ტვირთი არ შეცვლა უბრალოდ თანხის დახარჯვის ფორმა შეიცვალა და ნაცვლად კომპანიებზე ჩარიცხვისა სახელმწიფო კომპანიებს მოუწია ამის შეძენა წელს იცვლება არსებული მიდგომა და ხარისხობრივად ხდება განსაზღვრა ხაწითელის და საფერავის შემთხვევაში კონკრეტული შაქრიანობის მაჩვენებლის მიხედვით მოხდება ასე ვთქვათ, თანხების გაცემა, აქ საუბარია 16-17 გრადუსამდე თუ არის ის პრაქტიკულად არაკონდიციონალურ ყურძნად ჩაითვლება და იქნება 30 თეთრი, 17-დან 20-21 გრადუსამდე იქნება უფრო უკეთესი და 80 თეთრი და საუკეთესო იქნება 21-დან. თითო პროცენტი განსხვავებულია თეთრსა და წითელ ყურძენს შორის. თუმცა ნამდვილად ეს გაცილებით უფრო სწორი მოდელია, ვიდრე წინა წლების მოდელები იყო. თუმცა ერთი საკითხი აღსანიშნავი, რომ ჯერჯერობით მიზნობა რუინის ეროვნული სააგენტო ახდენს საინფორმაციო, ასე ვთქვათ, ინფორმაციით ამარაგებს მოკლედ მევენახეებს, ჯერ კიდევ არ მგონია რომ კახეთში საშუალო სტატისტიკურ მევენახეს გააზრებული კონდეს ორ თვეში, როდესაც და ორ თვე ნახევარში, როდესაც თველი დადგება ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა და რომლის პირობებითაც მოხდება თველის მიღება. და არც გამოვრიცხოთ ის ფაქტი, რომ შემდგომში, ასე ვთქვათ, როდესაც უკვე ქარხნის ზრუბლზე მივა კახელი გლეხი და მევენახე, რომელსაც დაკრეფილი აქვს 10 ტონა ყურძენი, აღმოჩნდეს, რომ მისი ყურძნის ფასი არის მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე მას სამის მოლოდინი ჰქონდა. ანუ არ არის საკმარისად ფერმერები და გლეხები, ვთქვათ, ინფორმირებულები, რომ ეს იყო დიფერენციაცია იქნება იგივე შაქრიანობის ნაწილში ესეა, რომ ასე ვთქვათ, ინფორმაციის ნაკლებობა საკმაოდ არის და ასე ვთქვათ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა და რომლის მიხედვითაც იგეგმება თველის მიღება. რაც შეეხება რაჭას, თქვენ რაჭის რეგიონიდან არის თქვენი წარმოება, აქ არის ცნობილი, რომ ნარჩუნდება, ხო? კომპანიებზე სუბსიდია. აი, აქ თუ ხედავთ აქაც რომ შეიცვალოს მიდგომა, რამდენად საჭიროებს შეცვალოს, თუნდაც კახეთის მოდელზე გადასვლას. იცით რა ეს რაჭის რეგიონი და რაჭაში მოწეული ყურძენი არის მთელი საქართველოს მოსავლის 1% შესაბამისად ეს ფინანსურად ბიუჯეტისთვის არ არის იმდენად ასე ვთქვათ, დიდი ტვირთი, როგორც კახეთის ნაწილი. ამავდროულად რაჭის ეკონომიკურ და ასე ვთქვათ, დასაქმების მაჩვენებლებს თუ შევხედავთ და ფინანსურ რეალობას, ამას უფრო სოციალური ეფექტიც გააჩნია და შესაბამისად ამიტომ ნარჩუნდება ბოლო 10-12 წლის მანძილზე სუბსიდირების ის მოდელი და ის თანხები, რომელიც არის. თქვენ ახსენეთ, რომ კახეთის შემთხვევაში უკეთესი მიდგომა წელს ვიდრე შარშა, ხო, როდესაც ფაქტობრივად იგივე მოცულობის ფორმა შეიცვალა უბრალოდ. აი, წელს ეს დიფერენცირებული ფასები შაქრიანობის მიხედვით თქვენი აზრით უზრუნველყოფს იმას, რომ ასეთი რაოდენობის თანხა აღარ წავიდეს ფაქტობრივად მაინც სუბსიდიაში. იცით რა არის, ანუ ამის დაგეგმვა ხდება დღეს. და ერთი თვისი, როდესაც დაიწყო სხვადასხვა ოპერაციების ჩატარება ვენახში. თუ ვენახის ფორმირება არ მოხდა ისე, რომ ჭარბი მოსავალი არ მივიღოთ, რაც თავისთავად უზრუნველყოფს, ასე ვთქვათ, დაბალ შაქრიან და დაბალ კონდიციურ ყურძენს, მხოლოდ ეს დაეცვლება ვერ უზრუნველყოფს. ანუ ამან мотиваცია უნდა გაუჩინოს კახელ ფერმერს და მევენახეს, რომ ისე მოუაროს ვენახს, რითაც შეძლებს იმ კონდიციის ყურძნის მიღება, რომელიც იქნება უმაღლესი საფასო სეგმენტის, ხო? და როგორც თქვით, ამაზე არ არის რაღაც ისეთი ძალიან დიდი ინფორმაცია, ჯერჯერობით არ აქვს მეღვინეებს და მეტი და რეალობა შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ასე ვთქვათ, მასობრივად მოხდეს, ასე ვთქვათ, ისეთი ხარისხის და ხარისხობრივი მაჩვენებლის ყურძნის მიღება, როგორც წინა წლებში ჰქონდა და მოუწიოთ, ვთქვათ, ამ ცვლილების გადავადება ან შეცვლა, ანუ ინფორმაციის ნაკლებობა, ასე ვთქვათ, ბევრ შედეგს განსაზღვრავს სამომავლოდ.
კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ზუკა მაისაშვილი ღვინოკას დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი. ამ დროისთვის საქმის კურსი დასრულებულია. ჩვენ უკვე ერთმანეთს 17 საათსა და 30 წელს შევხვდებით დროებით.